ჩუმათერეთის გზაზე და მივიდივართ ხარაგაულში. წინა ვიდეო, რომელიც ჩვენს ახსენებს, დაახლოებით 5 თვე გავიდა იმის მერე და მოინტერესებს გზა თუ დასრულდა და როგორ მდგომარეობაში არის. ზუსტად გეტყვით რა დროს დავხარჯავთ ხარაგაულამდე ჩუმათერეთიდან და როგორი მდგომარეობაა გზაზე. და შევფერხდებით. დრო დანიშნული გვაქვს. დაახლოებით 1 კილომეტრი იყო გრუნტიანი გზა. შემდეგ უკვე იწყება ასფალტი და ნახოთ ახლა რამდენი ხანი გაგრძელდება ეს ასფალტი. ჩასხმულია ახალი კედლები, ეს წინა გამოვლაზე აქ არ იყო. არის მონაკვეთები დარჩენილი ისევ გრუნტიანი გზა, თუმცა გასწორებულია ეს გრუნტიანი გზა. უნდა ითქვას, რომ ფონა არის უნიკალური სოფელი თავისი სილამაზით, თავისი ჰაერით. ფონა იმერეთის ერთ-ერთი გამორჩეული მთიანი სოფელია, რომელიც ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, ლიხის ქედის დასავლეთ კალთებზე, ზღვის დონიდან 940 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს. სოფელი გეოგრაფიულად დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს დამაკავშირებელი კარიბჭეა. ფონა ხარაგაულიდან 33 კილომეტრითაა დაშორებული და წიფის თემში შედის. სოფელი მთიან ზონაშია, არის ზომიერად მშრალი ჰავა. სადღაც აქვე იბადება მდინარე ჩხერიმელა. გვხვდება შერეული ტყეები, მდიდარი ფაუნა. ფონაში არის მარმარილოს საბადო. ფონა ისტორიული სოფელია. მე-18 საუკუნეში ფონა აბაშიძეების მამული ყოფილა. შემდგომ ქართლის მეფის დაუმორჩილებია. იოანე ბაგრატიონი სოფელ ფონას აღწერდა ხეფინისხევის სოფლებს შორის, რომლებიც მირიან ბატონიშვილს ეკუთვნოდა. ფონას შესახებ ცნობები ვახუშტი ბატონიშვილს აქვს დაწერილი საქართველოს გეოგრაფიაში. აღწერა მთა სიქითისა, ხოლო კლად სურამის დასავლეთ ლიხის მთის საშუალსა შინა არს დაბა ფონა. ამ ფონას გაზდის ჩხერიმელის მდინარე და მიდის დასავლეთს. იოჰან გიულდეშტედი ლეკებისგან დარბეულ სოფელ ფონას მოიხსენიებდა მდინარე ჩხერიმელას ზედაწელის სოფლებს შორის. ამჟამად ორი ფონა, ზედა ფონა, ანუ სარეკელა და ქვედა ფონა. სოფლის ტერიტორია არქეოლოგიურად შეუსწავლელია. აქ მოსახლეობას წმინდა გიორგის ხის სალოცავი აუგია. საქართველოს გასაბჭოების შემდეგ სალოცავის ხის მორების სოფლის ბიბლიოთეკის ასაშენებლად გამოუყენებიათ. მოგვიანებით ძველი ხის მასალა დააბრუნეს და სალოცავი აღადგინეს. ქვედა ფონაშია წმინდა გიორგის სახელობის მეორე სალოცავი. ფონიდან წიფის მიმართულებით და ნახოთ როგორი იქნება ერთად. ზოგ ადგილზე შეგვხვდებათ უკვე მოტკეპნილი, მაგრამ ორმოებიანი გზა. დამზადებულია გზა საასფალტით, განიერებული, ჩასხმული კედლები. ფონას აქვს ყველა წინაპირობა იმისათვის, რომ გახდეს ეკოტურიზმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ცენტრი ხარაგაულში. მისი სიახლოვე ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკთან მომგებიანია აქაურობისათვის. ახალი გზის მშენებლობა სოფელს კიდევ უფრო ხელმისაწვდომს გახდეს, რაც ხელს შეუწყობს საოჯახო სასტუმროებსა და ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებას. ზოგიერთ ადგილზე არის ჩამოშლილი მიწა და ჩამოუტანია კედლის ფილებიც. საკმაოდ დიდი მონაკვეთები არის ასფალტის გარეშე. ეს ადგილები მახსოვს წინა ვიდეოდანაც, ის მანქანა მე მგონი ისევ აქ იდგა და ისევ ასფალტს აკეთებს. ძალიან ჩქარა, ვერ მიდიხარ ესეთ გზებზე. სანიაღვრეები უმეტეს ადგილზე გამზადებულია. სანამ მარიკა გზის სამუშაოებზე გესაუბრებათ, მოდით პარალელურად ერთად გავიხსენოთ, რომ შორეულ 1858 წელს მსოფლიო ლიტერატურის უკიდურესმა კლასიკოსმა ალექსანდრე დიუმამ რუსეთის იმპერიაში იმოგზაურა. ის თბილისში ასტრახანიდან შემოვიდა, მთელი საქართველო გადასერა და ფოთის პორტიდან დატოვა ქვეყანა. ამ მგზავრობას მწერალმა მიუძღვნა ნაწარმოები კავკასია, რომელიც მკითხველის წინაშე 1859 წელს წარდგა.
ალექსანდრე დიუმამ ზუსტად იმ გზაზე იმგზავრა, რომელზეც ახლა ჩვენ მივდივართ. ზამთარი იყო, ერთი საათი ნამდვილად იოლ, აქ მარტზე ვიარეთ და ავედით მეტის გვერდზე. მე არ მჯეროდა თუ ეს იყო სურამის უგელტექილი. მაშ ახლა დაგმარტზე ჩავალთ და ამით გათავდება ეს გზა. ვეკითხე მითლის, დიახ ბატონო, მე პასუხამან. შემდეგ მარჩქენა მახარეს გამოჩნდა პატარა, ქრამი და დაგმარტი თანდათანდაკანდა. ქრამი გრმავდებოდა და ჩქენებს ბექი უსქლდებოდათ. ჩვენ მოჩანდნენ ქესკენჭრუები და თითქოს ჩვენ მარქელს მტაზე უნდა გადაიარა. შემდეგ გზამ უშბად მარჯვნივ მუხვია დადევინახეთ. ქევის ბასკერი რომელიც შუმჩნებლად ოფსკრულად გადაიქცა. იქ მიედინებოდა პატარა მდინარე, ერთ-ერთი შენაკადი მდინარე კვირილასი. ჩქადი იყო დაგმარტი მაშინ გათავდებოდა, როცა მდინარეს ერთ დონეზე გოსკურდებოდით. ის კი ჯერ შორს იყო. თბილისამდე ჩვენი გზა შუმჩნებლად, მაგრამ სულ მაგლა და მაგლა ადიოდა და როდესაც სურამის უგელტეხილიდან ძირს დავეშვით, თითქოს ერთიანად ავინაზღავრეთ. ის რაც მანამდე ნაცელ დავზლიეთ. 2 საათი მუნდით ჩასვლას და ჩვენ მხოლოდ ქების კენჭრუებს ვქედავდით. ბოლოს მდინარეს კმაური შემოგვესმა. ეს იმის ნიშანი იყო, რომ ველს ვახლოვდებოდით. ეს გახლავთ გოლათუბნის გადასახვევი. გოლათუბნის გადასახვევთან დამთავრდა დაახლოებით 4-5 კილომეტრიანი ასფალტი და დაიწყო ისევ გასწორებული გრუნტიანი გზა. ეს ადგილი წინაზეც არ იყო გაკეთებული და ახლაც ასეა დარჩენილი. სავარაუდოდ რთული გასაკეთებელი გზაა და ალბათ მაგიტომ. ვეჭრად რაღაც თანვარჯიშის დარბაზის მსგავსი შენობა დავინახეთ. უნდა გამოგიდგდეთ, რომ სიჩილი შევიკავე, რომელი ეშმაკები, გნომები ან დემონები ერთობოდნენ ამისთან ადგილას თანვარჯიშით. ერთ ბორჩებზე რომ გავედით, გამოჩნდა სოფელი, რომელსაც აქამდე ვერ ვხედავდით. სოფელი კი არა, კრებები გამოჩნდა მეთქი. უნდა მეთქავა, რადგან აქ სახლები თოვლში იყვნენ ჩაფლული. კოველკართან გაკვალული იყო ბილიკი, რომელიც ქუჩას უერთდებოდა. გულუბრკვილოდ გავიფიქრე, ალბათ სადგურია მეთქი, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ეს იყო სოფელი ჩიფა, რომელიც სადგურს 15 ვერსით იყო დაშორებული. გზა განვაგრძეთ. მდინარეს თითქმის მთელი ქიობა ჰქონდა დაკავებული. ერთი მარხილის სიგანეზე გზა ქიმას მოგზაურთათვის დეტოვებინა. მათიდან გადმოსული ჩანჩქერები მდინარეს უერთდებოდნენ. ისინი გზას კვეთდნენ, თოვლქვეშ და ზემოდან არ ჩანდნენ. მე მინდა დაახლოებით, მენჩ წარმოგიდგინოთ ის საშინელი გზა, რომლითაც ჩვენ გამით მივდიოდით. ისეთი ქარი ქროდა, რომ გამეჩისთვის რკა შიზლო მოიტეხა, როცა კალზე გადებულ ბუგირებზე გადავდიოდით. თოვლი გრმავდებოდა და მარქილი გრანტეში ვარდებოდა. ჩქენებს დიდი ზალვა დასჭიროდათ, რომ მარქილი ამოეთრიათ. დრო და დრო თვალს ვახელდი, მაგრამ მანჩ ვერაფერს ვხედავდი, გარდა პართო თეთრი სუდარისა, რომელსაც ქარი თითქოს ჩვენცენ ბრტყავდა და მდინარისა, რომელიც ჩვენგან ორიოდე ნაბიჯზე გრიალებდა. ეს გახლავთ ახალი რკინიგზის გვირაბი და ხიდი, რომელიც ადრე ძალიან მაღლიდან ძველი რკინიგზიდან ჩანდა და სულ მაინტერესებდა აქ როგორ უნდა გაევლო მატარებელს. ბოლოს მომეჩვენა თითქოს შუქი შევნიშნე, სადგურია, ვიკითხე, არა, ეს სოფელი მოლითია. და ვუახლოვდებით ზვარის ხიდებს, რომელზეც ვიდეო გვაქვს და შეგიძლიათ ნახოთ ჩვენს არსზე ხარაგაული და ხარაგაულები. გამოიწერეთ არხი, მოიწერეთ ვიდეო და მიწერეთ კომენტარები. აი გამოჩნდა ჩვენი ლამაზი ხიდი, ვიადუკი. სურამიდან შუადკიზას გამოვედით, 3 საათში მთა ავიარეთ, 5 საათი დაგმარტზე მოვდიოდით, იმ შუქზე გავემართეთ, რომელიც პატარა სასტუმროდან გამოდიოდა. ვიშოვეთ ფურიდო, რაღაც შაშკი, რომელსაც სხვა პირობებში არ მივეკარებოდით, მაგრამ ახლა ძალიან გემრიელი გვეჩვენა. მოვედით უკვე ჩვენს ნაცნობ ადგილზე, საიდანაც უკვე ასფალტი არის ხარაგაულამდე უწყვეტად. როდესაც ჩუმათელენში გადმოვუხვით, ძალიან მინდოდა თქვენთვის მეთქვა, რომ გზა დასრულებულია და ასე წამოდით ხარაგაულში თქო. მაგრამ ჯერჯერობით ამ რჩევას ვერ მოგცემთ. მიუხედავად იმისა, რომ ნებისმიერ გამოვლობის მანქანას შეუძლია ეს გზა გაიაროს, მაინც არის ესეთი მონაკვეთები, რის გამოც თავს შევიკავებდი აქ გამოვიდეთ. ჩუმათელეთიდან აქამდე მოვიდით 9 საათი. გზა რომ სულად ყოფილიყო დაგებული, რა თქმა უნდა, უფრო სწრაფად მოვიდოდით და ამდენი დრო არ დასჭირდებოდა. ამ საშინელ კარბუქში ძლივს მივიდით სადგურში, ბარგი მარქელიდან სადგურის დარბაზში გადვეტანეთ. მთელი გამეისი ანჯგრევდა კარი სადგურის შენობას. თითქოს მოგლეჯა უნდოდა, მიუხედავად იმისა, რომ საკმარისად მტკიცე ნაგები იყო. ორჯერ ავდექი და კართან მივედი, გადავგებლად თოვდა.
აქ ნახსენების სადგური სმენელს რკინიგზის სადგურში ნოერევა. ჩვენ ვიცით, რომ საქართველოში ფოთი-თბილისის რკინიგზა 1872 წელს ამოქმედდა. ცხადია, ალექსანდრე დიუმა საუბრობს მარხილების სადგურზე. მოლიდში რომ მიკითხოთ, გაჩვენებენ კიდეც ერთსართულიან ხის სახლს, სადაც გადმოცემის თანახმად მწერალმა ღამე გაათენა. მონათხრობში დიუმა აღნიშნავს, რომ ქარი მთელი ღამე ანჯღევდა სადგურის შენობასო. მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ მტკიცე ნაგები იყო. აქედან ჩანს, რომ სადგურის შენობა ხის იყო და ვინც ის ფოტოზე მართლაც ის შენობაა გამოსახული, სადაც ალექსანდრე დიუმამ ღამე გაათენა. ეხლა ფიქრით მივყვებით გზას ხარაგაულიდან ჩუმათელეთისკენ. ეს გახლავთ ქვისგან ნაგები საკირე კოშკი, რომელიც როგორც სახელიდან ხვდებით, გამოიყენებოდა კირის გამოსაწვავად. ის დღეს ნანგრევის სახითაა შემორჩენილი. არის გზის პირზე, სოფელ მოლიდთან ახლოს. მისი აგების ზუსტი თარიღი უცნობია. თუ ვინმეს გაქვთ ეს ინფორმაცია, დაწერეთ კომენტარში. ცნობილია, რომ სოფელ მოლიდში 1930-იან წლებში კირის გამოსაწვავს საამქროს ამუშავებდა წარმატებული ხარაგაულელი მეწარმე მიშა მიხეილ ჭიპაშვილი. კოშკებივით აღმართულა საკირის თეთრი ქურები. ისინი დღედაღამ განუწყვეტლი ბოლავენ, წოვენ მოლითურ კირს, რასაც აქედან ეზიდებიან ფოლადის გონდოლებით, საბარგო და თვითმცლელი მანქანებით. კითხულობთ 1953 წლის 14 აგვისტოს გაზეთ კომუნისტის სტატიაში, რაც იმათ ნიშნავს, რომ კირის გამოწვა აქ საბჭოთა ეპოქაშიც მიმდინარეობდა. ზუსტად რომელ წლებში მიივიწყეს მოლიდში ეს საქმე, ეს აქაურებს ჩემზე კარგად ეცოდინებათ. საკირე კოშკი ნაგებია ნატეხი ქვით, წრიულად. კოშკის შიდა სივრცე აგებულია აგურის წყობით. ნებოძირზე თუ გსურთ ვიდეო, შეგიძლიათ უყუროთ ხარაგაული და ხარაგაულებზე. მეც ვიტოვებ კიდევ ერთხელ რომ წამოვალ ამ გზაზე, უკვე კარგი გზა და გვხვდება მთლიანად გადაბმული. 11 მაისია დღეს და ჯერ კიდევ არ ყოფილა ისეთი კარგი ამიდი, როდესაც გზის დამგები ფირმა იმუშავებდა გამართულად. ალბათ ამანაც განაპირობა ის, რომ გაჭიანურდა. მოვედით ჩვენ ხარაგაულში და მოვდით დაახლოებით 1 საათი. გავჩერდით ახლა. გაჩერებებიანა, მოვდით 1 საათი. 28, ხო? გამოვიარეთ ხონა ჩუმათელეთის გზა. ჩვენი ცეცხლის ხეივანი. რატომ უნდა წახვიდეთ ფონის მხრიდან ხარაგაულისაკენ? ამ კითხვაზე პასუხი მარტივია. საოცარი ბუნება და ხედები. გზა უფრო მოკლია და უფრო მალე ჩაისუნთქავთ ხარაგაულის სუფთა ჰაერს. მშვიდობიან მოგზაურობას გისურვებთ. გამოიწერეთ ჩვენი არხი, მოიწონეთ ვიდეო და დაგვიწერეთ კომენტარები, რათა მეტი ენთუზიაზმით შემოგთავაზოთ ახალი ვიდეოები ჩვენი ხარაგაულის შესახებ.